ახალი მემარჯვენეები, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი, ახალი საქართველოს ერთიანდებით პოლიტიკურ ბლოკში ახალი არჩევანი და ამით თავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს სრულად ახალ პერსპექტივას. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არის უამრავი პრობლემა. პრობლემებია უმუშევრობის კუთხით, გაჭირვება, უპერსპექტივობა, იმედგაცრუება, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. და სამწუხაროდ უუნარო ხელისუფლებას სრულად ასე ვთქვათ, ამ გამოწვევების წინაშე კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. ვერაფერს ვერ პასუხობს ამ ყველაფერს. რადგან ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელსაც არ აქვს ხედვა, არ აქვს გეგმა, არ იციან რა უნდა გააკეთონ დღეს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქნით პოლიტიკურ გაერთიანებას, პოლიტიკურ ბლოკს, რომელმაც სრულად ახალი პერსპექტივა უნდა შეძინოს ქვეყანას. ჩვენ გთავაზობთ არჩევანს არა ცუდსა და უარეს შორის, როგორც ამას გარკვეული პოლიტიკური ძალები აკეთებენ, არამედ წარსულსა და მომავალს შორის. ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და დაპირისპირების ტალღაზე მოსული პოლიტიკური ძალები. ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს და სრულად ახალი ენერგიით, სრულად ახალი ენთუზიაზმით, სრულად ახალი გუნდით უნდა დავიწყოთ განვითარება უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. დღეს საქართველოში რომელ კუთხეშიც არ უნდა ჩახვიდეთ. თავარი რასაც ხვდებით, ეს არის გულგატეხილობა ადამიანების. აი ეს გატეხილი გული უნდა გაუმთელოთ ყველამ ჩვენ და სწორედ აი ამიტომ ვერთიანდებით ამ პოლიტიკურ ბლოკში. ეხლა ჩვენ ათასობით ადამიანი გვიყურებს და მე მინდა თითოეულ მათგანს მიმართოთ. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალების გუნდს. ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გაორმაგდეს მაგალითად საქართველოს ეკონომიკა შემდგომი 4 წლის მანძილზე. ჩვენ გთავაზობთ იმას, რომ საქართველოს კონდეს პერსპექტივა, თითოეულ თქვენგანს, თქვენ შვილებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებს კონდეთ პერსპექტივა. იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერები, იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ მართლაც პერსპექტიულები და განვითარებულები. ჩვენი პოლიტიკური ბლოკი ერთიანდება სამი მნიშვნელოვანი პრინციპის გარშემო. პირველი ეს არის პიროვნული თავისუფლება, მეორე ეკონომიკური თავისუფლება და მესამე დასავლური არჩევანი. ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების გარშემო და არა პიროვნებების გარშემო. საქართველოში უნდა დამთავრდეს ლიდერომანია, გმირების ძიება და უნდა დადგეს გუნდების დრო, პროფესიონალების დრო, რომლებიც რეალურად ქვეყანას შეძენენ სრულად ახალ პერსპექტივას, რომელიც მოუტანეთ საქართველოს სრულად ახალ შესაძლებლობას. და მე ვფიქრობ, რომ აი ამ გუნდით, ჩვენი გუნდით, რომელსაც სულ მალე კიდევ უფრო სიღრმისეულად გაგაცნობ, ჩვენ შევძლებთ საქართველოს დავაყენოთ ფეხზე და ჩვენ შევძლებთ, რომ 8 ოქტომბერს ძალიან მაგარი შედეგი გქონდეს. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიმარჯვოთ იმ გაჭირვებას და იმ პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანაში არის. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მე და ჩემო მეგობრებმა იცით ყველამ დავაფუძნეთ ახალი პოლიტიკური ცენტრი. გირჩი და მაშინ ჩვენთვის ეს იყო ღირებულებითი არჩევანი, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, გავაკეთეთ არჩევანი საბჭოთა აზროვნებასა და თავისუფლებას, მეტ თავისუფლებას შორის. ჩვენ გქონდა სურვილი, რომ თვისობრივად შეგვეცვალა ქართული პოლიტიკა, რომ მოგვეტანა ახალი ინიციატივები ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის ახალი ადამიანებისთვის, კვალიფიციური პროფესიონალებისთვის მიგვეცა საშუალება, რომ ეცადათ საკუთარი თავი და საკუთარი ბედი ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი დაპირება იყო და დღესაც რჩება მეტი თავისუფლება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება და სიღარიბის დარჩენება, სწრაფად დამარცხება ამ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენთვის ეს იყო არა მხოლოდ ღირებულებითი არჩევანი, ეს იყო ასევე პასუხისმგებლობითი არჩევანიც. ჩვენ მეს და ყველა ჩემ მეგობარს გარშემო სრულად გვაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ვიტვირთვეთ ჩვენ საკუთარ თავზე და ეს არ არის პატარა პასუხისმგებლობა. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ გვესმის, რომ როდესაც აკეთებ პასუხისმგებლობით არჩევანს, როდესაც აწყდები რაღაც საფრთხეებს და რისკებს და კონკრეტულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეძებო თანამოაზრეები, რომ თანამოაზრეების გარეშე ძალიან რთულია იმ გამოწვევების განკვლევა, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ ჩვენ დღეს გაერთიანება. დღეს ეს გამოწვევები არის ძალიან მძაფრი. დღეს თავარი გამოწვევა რაც არის რომ ჩვენი შვილების მომავალს საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის რუსეთი. ჩვენ ქვეყანაში და ყველა ვხედავთ ამას ყოველდღე და გუშინაც იყო ამის დადასტურება, ძალიან მომრავლდნენ ჯგუფები, რომლებსაც სურთ რომ ეს ქვეყანა წაათრიონ უკან წარსულში და ეს ქვეყანა დააბრუნონ რუსეთის წიაღში. მათ შორის დღეს არის რეალობა, როდესაც დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებების შეცდომების თუ სწორხაზოვნების თუ უიღბლობის თუ ხაქმედებების გამო პოლიტიკური ფრთა, რომელიც მეტნაკლებად აერთიანებს ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებულ ღირებულებებს, არის ბოლომდე დაჩეხილი და ჩვენ გვინდა რომ ეს ფრთა გავაერთიანოთ. დღეს როგორც არასდროს ამ ქვეყანაში არის აუცილებელი ახალი არჩევანის გაჩენის აუცილებლობა. დღეს როგორც არასდროს ამ ქვეყანაში არის აუცილებელი რომ გაჩნდეს ალტერნატიული არჩევანი, რომელიც ქვეყნის შიგნით გაუჩენს იმედ პოლიტიკით იმედგაცრუებულ ადამიანებს და ამავე დროს იქნება სანდო პარტნიორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ჩვენი მათ შორის მეზობლებისთვის რეგიონში. დღეს როგორც არასდროს არის აუცილებლობა რომ მოხდეს დასავლური პოლიტიკური ძალების გაერთიანება და ამიტომ დღეს ახალი პოლიტიკური ცენტრი, ახალი საქართველოს, ახალი
გამარჯვენებით ჩვენ ვქნით ერთიან საარჩევნო ბლოკს. ეს გადაწყვეტილებას და ეს ნაბიჯით არის პასუხისმგებლობაზე და ღირებულებებზე დაფუძნებული. ჩვენ არ მოვდივართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავხიჩოთ ქვეყანა, ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ დავაერთიანოთ ისედაც დანაწევრებული ქართული საზოგადოება. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ დავამარცხოთ თავარი იარაღი ჩვენი მტრების ხელში, რომელიც არის სიღარიბე. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ გავაორმაგოთ საქართველოს ეკონომიკა და საბოლოო ჯამში ჩვენ შვილებს დაუტოვოთ უკეთესი, ახალი და უსაფრთხო საქართველო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. დღემშვიდობისა დასაწყისშივე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ დღევანდელი დღე თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად ჩაიწერება როგორც მნიშვნელოვანი დღე. ახალ მემარჯვენეებს თვეების წინ გვაქვს გაცხადებული, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვხედავთ როგორც პოლიტიკური ბლოკი, პოლიტიკური ალიანსი. იმისათვის, რომ პოლიტიკაში იყო გავლენიანი აქტორი, საჭირო არის შესაძლებლობებისა და რესურსების კონსოლიდაცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მყარი იდეოლოგიის ფუნდამენტი, მყარ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ფუნდამენტი. გამლილი 15 წლის განმავლობაში ახალი მემარჯვენეები არა ერთ პოლიტიკურ თუ საარჩევნო ბლოკში ყოფილვართ, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი თანხვედრა იდეოლოგიისა, ღირებულებებისა და ფასეულობებისა, საგარეო პოლიტიკური კურსისა, ეკონომიკური პოლიტიკისა, განვითარებაზე და განახლებაზე აქცენტის გაკეთებისა არ ყოფილა სხვა შემთხვევაში თითქმის და არის დღეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. 4 წლის წინ, 2012 წელს, ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო შუა უნდა გაიკრიფოს. ეს იყო მცდარი გზავნილი. ჩვენ ვაცხადებთ დღეს, რომ დღეს დემოკრატიის ხსნა, განვითარების ხსნა, მრავალპარტიულობის ხსნა, პლურალიზმის ხსნა არის სწორედ შუაში და ჩვენ შუა უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ის გადამწყვეტი აქტორი, რომლის გარეშეც ქართულ პოლიტიკაში ვერ მიიღება სერიოზული ტიპის გადაწყვეტილება. ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვედით დამოუკიდებელი ისტორიით, საკუთარი დამოუკიდებელი ისტორიით. გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები წარსულის შეფასებებთან დაკავშირებით, მაგრამ გვაქვს ერთიანი ხედვა მომავალთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სწორედ მომავლის იმედითა და რწმენით უნდა იცხოვროს და არა წარსულის ბოღმით და ერთმანეთთან დაპირისპირებით. ახალი არჩევანი, ეს არის გზა მშვიდობიანი განვითარებისათვის, ეს არის ზრდა, ეს არის გზა ეკონომიკური ზრდისაკენ და ეს არის გზა მეტი თავისუფლებისაკენ. ჩვენ გავაკეთეთ ეს არჩევანი. ახლა თქვენ გააკეთეთ ეს არჩევანი. დიდი მადლობა. იცი, დღეიდან ვიწყებთ სრულიად ახალ პროცესს, ვიწყებთ პროცესს, როცა ერთობლივად ჩავებებით საარჩევნო კამპანიაში, როცა დავიწყებთ თითოეულ ოჯახში სიარულს, მივალთ თითოეულ ადამიანთან, დაველაპარაკებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს იმისთვის, რომ ავუხსნათ, რას ვთავაზობთ ჩვენ. ჩვენ ვთავაზობთ უარს დაპირისპირებას და ვთავაზობთ თანამშრომლობას. ჩვენ ვთავაზობთ გაერთიანებას საქმის გარშემო და ჩვენ ვთავაზობთ ღედაღამე მუხჩაუხრელ შრომას. ჩვენ დაღლის ვერასდროს ვერ გნახავთ. ამის პირობას ნამდვილად ყველას ვაძლევთ იმისთვის, რომ ბოლომდე ვიმუშაოთ.